საქართველოს სტატისტიკის სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი გოგიტა თოდრაძეა ჩვენი სტუმარი. ბატონ გოგიტა, მოგესალმებით, მადლობას გიხდით ბიზნეს ინსაიდერში მობრძანებისათვის, გთხოვთ დავბრძანდით და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია პირველ რიგში ინვესტიციებით დავიწყეთ. გუშინ გამოქვეყნდა მაჩვენებლები საქსტატის პირველ რიგში მინდა რამოდენიმე სტუქით ინვესტიციებთან დაკავშირებითაც შეფასება გთხოვოთ და შემდგომ გადაცემამდეც გითხარით რომ რადგან თქვენ გნახეთ ახლა საქართველოში აქტიურად, ვინაიდან აქტიური საერთაშორისო ვიზიტები გქონდათ, ამის შესახებ აუცილებლად მინდა საუბარი, თუმცა პირველ რიგში მინდა რომ ინვესტიციებთან დაკავშირებით დავიწყოთ. მოგესალმებით, ბატონო გიორგი, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს და მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. მოკლედ 2026 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 48%-იანი ზრდა აჩვენა ინვესტიციებმა და აღნიშნული მაჩვენებელი 271 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს უკვე. ქვეყნების ჭრილში თუ განვიხილავთ პირველ სამეულს შეადგენს ასე ვთქვათ განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ნიდერლანდები, რაც შეეხება სექტორებს, დაახლოებით 46% და უფრო მეტი მოდის ასე ვთქვათ ისეთ სექტორზე, როგორიცაა მაგალითად საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორი. მეორე ადგილზე 18%-იანი წილით არის უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორი. მნიშვნელოვანია ის, რომ დაახლოებით 4.8 ჯერ გაიზარდა კომპონენტების მიხედვით თუ გავაანალიზებთ სააქციო კაპიტალის მაჩვენებელი და გაუმჯობესებულია ასევე სავალო ვალდებულებები, რაც ინვესტიციების დის ერთ-ერთ მიზეზად გვევლინება. კი ბატონო, როდესაც საუბრობთ ხოლმე მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ციფრები 48%-იანი ზრდაზე, როდესაც საუბრობთ, რა თქმა უნდა, იგივე ქვეყნების ნაწილი შთამბეჭდავია ამ კუთხით მართლაც, როცა საუბრობთ ხოლმე მეთოდოლოგიაზე, ძირითადად როგორ ვითვლით ინვესტიციების შემოდინების ნაწილს, როგორ ვიგებთ ასე ვთქვათ ინვესტიციების მოცულობას ამ კუთხით, რომელიც ფიქსირდება და ასახულია აი ამ ციფრებში, იგივე ამ ზრდის 48%-იანი ზრდის ნაწილში. დიახ, ამისთვის ჩვენ ყოველ კვარტალურ სტატისტიკურ გამოკვლევას ვაკეთებთ. ეს არის ყველა შესაძლო კომპანიასთან იგზავნება კითხვარი, რომელიც შესაძლოა ინვესტიციის, პირდაპირ უცხოური ინვესტიციების წყარო იყოს. გარდა ამისა, ვიყენებთ ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს საქართველოს ეროვნული ბანკიდან და შესაბამისად ვითვლით ამ მაჩვენებელს კომპონენტების მიხედვით. როგორც მოგეხსენებათ, 3 კომპონენტს აერთიანებს პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, ეს გახლავთ სააქციო კაპიტალი, რეინვესტიცია და სავალო ვალდებულებები. და აღნიშნულ მაჩვენებლებს, ასე ვთქვათ, ყოველ კვარტალური პერიოდულობით ვითვლით ამ საერთაშორისო მეთოდოლოგიების შესაბამისად. კი ბატონო, აი ხა მინდა რომ საერთაშორისო ვახსენეთ და საერთაშორისო ნაწილს დაუბრუნდეთ. სწორედ საქსტატი გამორჩეულია მისი საერთაშორისო პარტნიორობით, საერთაშორისო თანამშრომლობით, საერთაშორისო აღიარებით ბევრი ქვეყნისთვის მართლაც მაგალითია და ძალიან ვამაყობ ყოველთვის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საქმიანობა. ნახეთ თქვენი აქტიური ვიზიტები ბოლო პერიოდის განმავლობაში, რომელიც გვაგრძელდება, რა თქმა უნდა. თუ შეიძლება გითხრათ ამ ბოლო პერიოდის განსაკუთრებულად ბოლო პერიოდის საერთაშორისო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. დიახ, ხაზი მინდა გაუსვა იმასაც, რომ ბოლო რამდენიმე წელია საქსტატი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა თემატურ ექსპერტთა სამუშაო ჯგუფში. ანუ ჩვენი კოლეგები ჩართული ვართ იმ სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც განსაზღვრავენ საერთაშორისო სტატისტიკურ მეთოდოლოგიებს და გაიდლაინებს. ეს ერთი, გარდა ამისა, მოგეხსენებათ, გაზაფხული და შემოდგომა დატვირთულია სხვადასხვა სახის საერთაშორისო კონფერენციებით, მონაცემთა ფესტივალი იყო რამდენიმე დღის წინ გამართული, რომელიც 1300-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებდა მსოფლიოს 70-ზე მეტი ქვეყნიდან, სადაც დიახ, რა თქმა უნდა და სადაც ჩვენ ვიყავით მიწვეული როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის მქონე ქვეყანა, რომელმაც ოფიციალური სტატისტიკის წარმოების სფეროში სწრაფ პროგრესს მიაღწია და ეს რა თქმა უნდა საინტერესოა არა მხოლოდ განვითარებადი, არამედ ბევრი განვითარებული ქვეყნისთვის. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში საქსტატმა დაიწყო პოზიციონირება სხვა კუთხით. ანუ ჩვენ არა მხოლოდ ვიზიარებთ სხვა ქვეყნის გამოცდილებას, არამედ მასპინძლობთ სხვადასხვა
ქვეყნიდან, ძირითადად ბოლო პერიოდში მეზობელი ქვეყნებიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან არაერთ სასწავლო ვიზიტს და შესაბამისად ჩვენი კოლეგები უზიარებენ გამოცდილებას სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მოსახლეობის აღწერები, იქნება ეს ეროვნული ანგარიშთა სისტემის წარმოება, ბიზნეს სტატისტიკა, ბიზნეს რეგისტრი, თუ კიდე სხვა მრავალი მაჩვენებელი. კი ბატონო, ძალიან კარგია და სწორედ ეს არის საამაყო, რომ ჩვენ პირიქით გარდა იმისა, რომ სწავლობთ საუკეთესო პრაქტიკას, ასევე უზიარებთ ქვეყნებს, რომელსაც აინტერესებთ ჩვენი მაგალითი ამ კუთხით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რაც მინდა გითხრათ, ამ ყოველთვის განებირებული ვართ ხოლმე თქვენი ახალი ინტერაქტიული პორტალებით, წლების განმავლობაში გრძელდება სხვადასხვა საინტერესო სიახლის დანერგვა და ამ კუთხით თქვენს მოკავთ ხოლმე ხშირად სტატისტიკა, ჯამში როგორ იზრდება საქსტატის ვებგვერდის მოხმარება და ერთ-ერთი ახალი ინტერაქტიული პორტალი არის დაკავშირებული ფასებთან, რომელიც სტატისტიკურ მონაცემებს აერთიანებს. ამ ნაწილზე როგორია ინტერესი, აი თქვენ დაკვირვებით, მას შემდეგ რაც გაერშვა ეს ნაწილი, როგორი იყო გამოხმაურება და სტატისტიკა ასე. როგორც მოგეხსენებათ, ფასების სტატისტიკა და ინდექსები მოხმარებელებში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ინფორმაციას წარმოადგენს. პოპულარული საკითხი. რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე ჩვენც მიზნად დავისახეთ რამდენიმე თვის წინ ამ მიმართულებით მონაცემთა გამოყენების ხელშეწყობა, შექმნით ახალი ინტერაქტიული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს პრაქტიკულად ჩვენს ხელთ არსებულ ნებისმიერ ინფორმაციას ფასებთან დაკავშირებით, იქნება ეს სამხმარებლო ფასების ინდექსი, წარმოებელთა ფასების ინდექსი, ექსპორტისა და იმპორტის ფასების ინდექსი, ასევე ძალიან კარგი შესაძლებლობაა უძრავი ქონებით ფასების ინდექსთან დაკავშირებული ინფორმაციის შესახებ და სამხმარებლო კალათის მიხედვით, ასევე გვაქვს დაახლოებით 100 სასაქონლო ნიშანზე საშუალო ფასი. საშუალო ფასი, რომელიც ხელმისაწვდომია აღნიშნულ პორტალზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ამით არ შევჩერდებით და როგორც დავპირდით რამდენიმე წლის წინ ჩვენს მომხმარებლებს საშუალოდ კვარტალში ერთხელ მსგავს ანალოგიურ ინტერაქტიულ პლატფორმას შევწავთ. ველოდებით კვლავ ახალ პორტალებს შეგვიძლია ვთქვათ ამ კუთხით. მიდის მუშაობა. რა თქმა უნდა, ჩვენ პარალელურად რამდენიმე პორტალზე მუშაობთ და ერთ-ერთი ამ მიმართულებით, რომელსაც უახლოეს პერსპექტივაში შევთავაზებთ მოსახლეობას, ეს იქნება ცხოვრების დონის სტატისტიკის მაჩვენებლებთან დაკავშირებული ინტერაქტიული პლატფორმა. მე დარწმუნებულია, როგორც უმრავლესობა მათგანი ეს ნაწილი განსაკუთრებულ ყურადღების ქვეშ მოექცევა მოსახლეობისთვის. სწორად აღიქვეთ ინდექსები, ფასები, ესეთი ტიპის ინფორმაცია ყოველთვის. დიახ, ანუ მთავარი არსი ამისი ის გახლავთ, რომ არა მხოლოდ უზრუნველყოთ მონაცემების გამოყენების ხელშეწყობა, არამედ თავიდან ავიცილოთ მონაცემთა არასწორი ინტერპრეტაცია. ანუ საზოგადოებას დაინტერესებულ მხარეს უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, მათ შორის მეთოდოლოგიურ კონტექსტში, რომ სწორად აღიქვან ჩვენს მიერ წარმოებული და გავრცელებული მონაცემები. კი ბატონო, მართლაც საინტერესო ნაწილია და სწორედ როდესაც საუბარია გავრცელებული მაჩვენებლების სწორად აღქმაზე, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამ ნაწილზე ეთერების საშუალებითაც, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებით სამ მიმართულებით კითხოთ, როგორ ხდება რა მეთოდოლოგიით ხდება ამ ნაწილების დამუშავება, საკითხი შეეხება უმუშევრობას, ეკონომიკურ ზრდას და მათ შორის სიღარიბის დონესაც, რომელიც ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, საკმაოდ სოლიდური შემცირების ნაწილი იყო, სხვა შორის ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბატონ დუნდუასთანაც საუბრობდით ჩვენ რამოდენიმე დღის წინ. დავიწყოთ გნებავთ უმუშევრობის ნაწილით, შემდეგ გზრდით. კი ბატონო, რა თქმა უნდა, უმუშევრობის სტატისტიკის განგარიშებსაც ჩვენ მთლიანად ვეფუძნებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიას, რომლის მიხედვითაც უმუშევრად ითვლება პირი, რომელიც არ მუშაობდა გასული ერთი კვირის განმავლობაში 1 საათითაც კი, იმავდროულად ეძებდა ის სამუშაოს გასული თვის მანძილზე და მზად იყო მუშაობის დასაწყებად მომდევნო 2 კვირის განმავლობაში. ანუ პირი უნდა აკმაყოფილებდეს ერთდროულად ამ 3 კრიტერიუმიდან თითოეულ მათგანს ერთდროულად და შესაბამისად ის კლასიფიცირდება როგორც უმუშევარი. ზოგადად ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე მინდა გავამახვილო ყურადღება. როდესაც უმუშევრობის და დასაქმების სტატისტიკაზე ვსაუბრობთ, ჩვენი სამიზნე
პოპულაცია გახლავთ მოსახლეობა 15 წლის და ზემოთ. ეს გახლავთ დაახლოებით 3 მილიონი ადამიანი. ეს იყოფა ორ ნაწილად. ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა და ეკონომიკურად არააქტიური მოსახლეობა. ეგრეთ წოდებული სამუშაო ძალა და მოსახლეობა სამუშაო ძალის გარეთ. სამუშაო ძალა აერთიანებს დასაქმებულებს და უმუშევრებს. დასაქმებულები ორ კატეგორიად კლასიფიცირდება. დაქირავებული პირები და თვით დასაქმებულები, მაგალითად ძიძები, ტაქსის მძღოლები, რეპეტიტორები და ასე შემდეგ. ხოლო მიკრომეწარმეს გარკვეულწილად. დიახ, რა თქმა უნდა, თუ ის თუნდაც საკუთარ მამულში მუშაობს და მისი მოყვანილი პროდუქციის 50%-ზე მეც ყიდის. შესაბამისად, სწორედ მე რაც ვახსენე, იმ მეთოდოლოგიის მიხედვით განსაზღვრული უმუშევართა რაოდენობის პროცენტული წილი სამუშაო ძალაში გახლავთ უმუშევრობის დონე, რომელიც 13.9%-ია ბოლო ნაწილებში. კი ბატონო, დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ახსნისთვის, ამ მეთოდოლოგიური ნაწილი ძალიან გასაგები ახსნისთვის. ეკონომიკურ ზრდაზეც მინდა გითხოთ იგივე ნაწილი, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე საუბარი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებაზე, რომ ანუ რა ითვლება, ანუ როგორ იზრდება ეკონომიკა, მე საუბარი ხოლმე როგორ აისახება კეთილდღეობა და სხვა საკითხია, მაგრამ აი როგორ ითვლება, რას ვითვლით? დიახ, მოკლედ ამ მიმართულებით რამდენიმე მიდგომა გვაქვს, რა თქმა უნდა, თითოეული ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტს. ყოველთვიური ეკონომიკური ზრდის გაანგარიშებისას ჩვენ მთლიანად ვეფუძნებით ადმინისტრაციულ მონაცემებს და წყაროებს, კერძოდ DGG-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მონაცემებს ყოველთვიურად. შემდეგ ხდება საბაზისო და საანგარიშო პერიოდების მონაცემების შედარება, მისი დეფლირება, ანუ ფასების ინდექსების გამოყენებით, რომლის საფუძველზე ჩვენ ვიღებთ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. მაგრამ უფრო ყოვლის მომცველი და უფრო დეტალური ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა გვაქვს ჩვენ კვარტალური და წლიური გამოკვლევის საფუძველზე, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ეკონომიკის 5-ვე ინსტიტუციურ სექტორს შევისწავლეთ, მათ შორის ბიზნეს სექტორს, რომელსაც ეკონომიკაში დაახლოებით 60%-იანი წილი აქვს, არაკომერციული ორგანიზაციების სექტორს, NGO-ებს, შინამეურნეობის მომსახურე არაკომერციული ორგანიზაციებს, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორს, შინამეურნეობებს და სახელმწიფო დაწესებულებებს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვიყენებთ კვლევებს და პლუს ვიყენებთ ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებს. მათ შორის სახელმწიფო ფინანსების ნაწილში ვეფუძნებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებს. ამ შემთხვევაში სამი მეთოდით ვითვლით ჩვენ მთლიან შიდა პროდუქტს, მათ შორის წარმოების მეთოდით, დანახარჯების მეთოდით და შემოსავლის მეთოდით. ეს გახლავთ საერთაშორისო აღიარებული პრაქტიკა, რაც უზრუნველყოფს მონაცემთა შესადარისობას ნებისმიერ ქვეყანას შორის. კი ბატონო, და აქვე უნდა აღვნიშნოთ სიგარების მაჩვენებელი ასევე და იგივე ბოლო სტატისტიკა შემცირებასთან დაკავშირებით, ანუ ამ კუთხით როგორ თვლით, ვინ ითვლება ღარიბად, ასე რომ ვთქვათ, ამ ნაწილში რა მეთოდოლოგია აქაც გამოყენებული? დიახ, აქ ჩვენ რამდენიმე მაჩვენებელი გვაქვს წარმოდგენილი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. უმთავრესი მაჩვენებელია აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც შემცირდა რამდენიმე პროცენტული პუნქტით ბოლო პერიოდში. ასევე არის ფარდობითი სიღარიბის მაჩვენებლები, რომლებიც უთანასწორობის საზომია და ასევე ჯინის ინდექსი, რომელიც შემოსავლების დიფერენციაციას ზომავს. რაც შეეხება აბსოლუტური სიღარიბის დონეს. უპირველეს ყოვლისა იანგარიშება აბსოლუტური სიღარიბის ზღვარი, მთელი რიგი დეტალური მეთოდოლოგია აქვს წარმოდგენილი და ამ ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები, მათი პროცენტული წილი მთელ მოსახლეობაში განისაზღვრება როგორც აბსოლუტური სიღარიბის დონის მაჩვენებელი. გარდა ამისა არსებობს საერთაშორისო სიღარიბის ზღვარი, მაგალითად $3-ზე ნაკლებს ვინც ხარჯავს, მყიდველობითი უნარის პარიტეტის გათვალისწინებით, ასევე $4.6 და $8.3 ნაკლებს ვინც ხარჯავს, შესაბამისად ეს მსოფლიო ბანკის სტანდარტია და ამ მეთოდითაც ჩვენ ვითვლით ამ მაჩვენებლებს. მოკლედ, მთელი რიგი მაჩვენებლები, რაც კი არსებობს საერთაშორისო პრაქტიკაში, იწარმოება ჩვენს მიერ და ეს გახლავთ საუკეთესო შესაძლებლობას დახასიათეს მოსახლეობის ცხოვრების დონის მაჩვენებლები. კი ბატონო, აბსოლუტურად ასთავარი ეს არის საერთაშორისო მეთოდოლოგიით განსაზღვრული კონკრეტული ციფრები და შესაბამისად აქ აბსოლუტურად ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს.
ამავდროულად აი აქვე მინდა გკითხოთ რომ ჩვენ ვხედავთ რომ საქსას მონაცემებს ეყრდნობიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ზოგადად საერთაშორისო ორგანიზაციები. როგორ უზრუნველყოფს საქსტატი აი სანდოობის ამ ნაწილს რომ საქსტატის მონაცემები ვალიდური და აღიარებულია ყველა დონეზე შეიძლება ითქვას, ვიზეც კი ჩვენ შეიძლება ვსაუბრობდეთ სოფლიოში ძირითადი მონაცემების შემგროვებლებზე ასე. დიახ, ძალიან კარგი შეკითხვაა, დიდი მადლობა. მოკლედ, უპირველეს ყოვლისა ჩვენ ვაცხადებთ და ვასაბუთებთ, მტკიცეთ, რომ ვეფუძნებით საერთაშორისო სტანდარტებს და მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდებს. მაგრამ ამის რევიზიას თუ რამდენად შესაბამისობაშია ჩვენი ნათქვამი ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან, შესრულებულ სამუშაოსთან, ამის რევიზიას, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები პერიოდულად უზრუნველყოფენ, ახდენენ. მათ შორის ევროსტატი, გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და ასე შემდეგ და შეფასების ანგარიშები ფართო საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, ხელმისაწვდომია. გარდა ამისა, ჩვენი ავტორიტეტი იმითაც განისაზღვრება, რომ ჩვენი კოლეგები, ჩვენი თანამშრომლები უშუალოდ ჩართული არიან, ასე ვთქვათ, საერთაშორისო მეთოდოლოგიების შემუშავების პროცესში და რაც მთავარია, ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი განმარტების გაკეთების მიმართულებით, როცა ეხება ეს მაჩვენებლის გაანგარიშების მეთოდოლოგიას, როცა ეხება ეს ახსნას იმისას, თუ რამ განაპირობა მაჩვენებლის ზრდა თუ შემცირება და შესაბამისად ეს ერთ დღეში არ ყალიბდება, ამას ათეულობით წლები ჭირდება და ეს კიდევ უნდა გაგრძელდეს ყოველდღიურად ჩვენს სამუშაო პროცესში. დიახ, მართლაც მნიშვნელოვანია და ძალიან კარგია აღიარების ეს ნაწილი და აუცილებლად მინდა გითხოთ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომელიც ზოგადად საქმიანობის პროცესშია, რა არის ძირითადი გამოწვევები, რომელსაც უყურებთ იგივე საქსტატის ყოველდღიურობაში შეიძლება ასე. დიახ, მოკლედ ძირითადი გამოწვევები მეტნაკლებად დაკავშირებულია რესურსებთან, ეს მხოლოდ ფინანსურ რესურსებს არ გულისხმობს, კადრები, რა თქმა უნდა, რომელიც ჩვენი ამოსავალი წერტილია, ასე ვთქვათ, და საფუძველია ნებისმიერი გაბედულად გადადგმული ნაბიჯის, რადგანაც ტექნოლოგიები ვითარდება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, მათ შორის იზრდება ხელოვნური ინტელექტის როლი და შესაბამისად ეს რეგულარულად პერიოდულად საჭიროებს დამატებით ინვესტიციას შესაბამისი პროცესების მართვაში. გარდა ამისა, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიგვაჩნია სტატისტიკურ მონაცემთა არასწორი ინტერპრეტაცია. ანუ არის შემთხვევები, როდესაც გარკვეული მხარეები ახდენენ მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას და ეს უზრუნველყოფს, ასე ვთქვათ, განაპირობებს უпростоრედ სხვადასხვა სახის მომხმარებლის, რომელიც არ არის მაგალითად ჩახედული მეთოდოლოგიაში ღმად, მის შეცდომაში შეყვანას. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ავიცილოთ ეს თავიდან, ზოგჯერ გამოგდის, ზოგჯერ გვიჭირს, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ეს გამოწვევად რჩება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერი სტატისტიკის სამსახურისთვის. გლობალური გამოწვევა, ხო, ასეთი ნაწილი რო ინტერპრეტირება. აუცილებლად და სწორედ ამ მიმართულებით მუშაობთ, თუნდაც იმ პორტალების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მეთოდოლოგიის ღიაობის თვალსაზრისით და ასე შემდეგ. კი ბატონო და აუცილებლად მინდა გკითხოთ ბოლოსკენ 20-26-ის ძირითადი პრიორიტეტები. თითქმის ნახევარი წელი, ასე ვთქვათ, მიილია, მილევად რეჟიმში ვართ ნახევარი წლის და თუმცა რჩება აქტიური შემდგომი ნახევარი წელი. როგორია საქსტატის გეგმები, რას ველით ყველაზე საინტერესო და გახმაურებულს ამ პერიოდის განმავლობაში, გარდა პორტალებისა? ცხადია, მთელი წლის გამო მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ არაერთხელ მოგვიწევს სადაც საუბარი. რა თქმა უნდა, მოკლედ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის შედეგების გავრცელება. 22 ივნისს უკვე ხელმისაწვდომი იქნება უმცირესი ადმინისტრაციული ერთეულების დონეზე, რაზეც საკმაოდ ინტენსიურად არა მხოლოდ ამ წლის, არამედ გასული ერთი წლის განმავლობაში მუშაობთ. გარდა ამისა, ჩვენ წლის მეორე ნახევრიდან გეგმავთ პროცესებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვის შესაძლებლობების შეფასებას, უფრო და უფრო მეტი ადმინისტრაციულ მონაცემთა და ალტერნატიულ მონაცემთა წყაროების გამოყენებას, მაგრამ რადგანაც ვაცნობიერებთ, რომ მზარდია მოთხოვნა დისაგრეგირებულ მონაცემებზე და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელია მხოლოდ
ტრადიციული მონაცემთა შეგროვების მეთოდებით და რა თქმა უნდა ჩვენ გეგმავთ რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ ამ თვალსაზრისით და ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ არის კონკრეტული ქმედებებია ამ სიტყვების უკან ეს გახლავს სკანერული მონაცემების გამოყენება ინფლაციის გაანგარიშებისას ეგრეთ წოდებული ვებ სკრეპინგი უძრავი ქონების ფასების ინდექსის შესაფასებლად ასევე გასულ წელს ჩვენ ძალიან საინტერესო პილოტური პროექტი ჩავატარეთ ესე ხო დისტანციური ზონდირება ანუ ეს გახლავთ სასოფლო სამეურნეო პროდუქციის შესაფასებლად სატელიტიდან მიღებული მონაცემების გამოყენება, რაც საუკეთესო პრაქტიკას წარმოადგენს. გარდა ამისა, უნდა ალბათ დამეთანხმებით, რომ ხელოვნური ინტელექტი, მომავლის ტექნოლოგია ნამდვილად აღარ გახლავთ, ის ჩვენი ყოველდღიური საქმის შემადგენელი ნაწილია და ჩვენ კიდევ უფრო მეტად ვცდილობთ მის გამოყენებას ოფიციალური სტატისტიკის წარმოების პროცესში. დღეს ვიყენებთ აქტიურად მაგალითად იმ თვალსაზრისით, რომ მოვახდინოთ მონაცემთა წყაროების ვალიდაცია, გარკვეული ანომალიების იდენტიფიცირება, კვლევის შედეგებში, ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებში ვიყენებთ მონაცემთა გავრცელების და ანალიტიკის მიმართულებითაც და ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გამოვიყენოთ ამ თვალსაზრისით. ბატონო გოგიტა, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ძალიან საინტერესო, ძალიან ვრცელი და ძალიან საინტერესო მიმოხილვისთვის და კიდევ ერთხელ გამორჩეულია საქსტატი, გამორჩეულია საქსტატი ყველასთვის და ჩვენთვის, რომელიც არის მთავარი წყარო სწორედ ძალიან ბევრი ინფორმაციის თავმოყრის და ანალიზების კუთხით და ასევე საოცრად გახსნილი მედიასთან თანამშრომლობის ნაწილში ეს აუცილებლად მინდა აუდიტორიამ. მადლობა დიდი კიდევ ერთხელ. დღეს კი ბიზნეს ინსაიდერი ამით დასრულებულია. ეკონომიკისა და ბიზნესის მთავარი სიახლეები, მათ შორის საქსტატის მიერ დაუყოვნებლივ მოწოდებული ინფორმაციები. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე business insider.gr. მე კი ხვალამდე გებშვიდობებით.